მე უპასუხებ, რაც შეეხება ზოგადად ადამიანთან დამოკიდებულებას, ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც პრიორიტეტად დავსახეთ ადამიანის, სწორედ ვისაც ვემსახურებით, ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის მაგას. გამომდინარე იქიდან ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა ჯანდაცვის სფეროში, ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და სხვა კიდე ზუსტად მოწმობს ამას. განსაკუთრებით რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ხო? 200,000 ადამიანით ნაკლები ითხოვს დღეს სოციალურ დახმარებას. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად სოციალურ ფენ მეტნაკლებად გაუმჯობესდა. მეც მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, მეც ვხედავ ამას, მაგრამ ამ ციფრების უკან ადამიანები დგას. რაც შეეხება თვითონ მიმღებეს, 460 მიუხედავად ამისა, რომ შემცირდა, ესე იგი, სოციალური დახმარების მომთხოვნთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავზარდეთ ბენეფიციართა რიცხვი. დღეს 477,000 იღებს გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, აი ესეთი შემთხვევები, რომლებიც შეიძლება მთლიანად სისტემაში, ამ უზრუნველყოფის ბადეში ხარვეზები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ როდესაც ესეთი ხარვეზები იქნება, ჩვენ შევალთ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში, რომ ესეთი ხარვეზების დამზღვევის შემდეგ გახდეს უკვე ადგილობრივი ხელისუფლება და აბსოლუტურად ყველა შემწეობის მომთხოვნ ადამიანს შესაბამისად გაეწიოს ღირსეული დახმარება.